გიგას დედიკოს მხარდაჭერა ნიკოს დედიკოს დაწერა სოციალურ ქსელში გიგა ავალიანის დედამ და მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედას სოლიდარობა გამოუცხადა. იზაომაძე 5 წელია სრულფასოვან გამოძიებას ითხოვს. ის დარწმუნებულია, რომ მისი შვილის მკვლელობას დამკვეთი ყავს, თუმცა გამოძიებას ამ მიმართულებით არ უმუშავია. ხელის გულზე მიდევს ყველანაირი სახელებით და გვარებით, რა მოხდა და პროკურატურამ როგორ არია საქმის ფიგურანტი გახმაურებული გვარები, ამბობს ომაძე სატელევიზიო ეთერში. დღეს ილიაუნი 20 წლის გახდა და ერთი ქალაქი ერთი ფაკულტეტის გამოგონილი პრინციპით ოცნებამ ყველაზე წარმატებულ უნივერსიტეტს მთელი სხეული პროგრამების 92% ჩამოაჭრა. ამბობს რექტორი ნინო დობორჯგინიძე უნივერსიტეტთან გამართულ აქციაზე. ილიაუნის მხარდასაჭერად მოქალაქეები დღეს დედაენის ბაღში შეიკრიბნენ და მსვლელობით ჭავჭავაძის გამზირზე უნივერსიტეტის A-კორპუსთან გადაინაცვლეს. დაიცავი განათლება, დაიცავი შენი მომავალი, ასეთია მთავარი მოთხოვნა. მტკვარში 31 იანვარს გაუჩინარებულ მოქალაქეს ეძებენ. საგანგებო სიტუაციების სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ხვალდაზეგ ორთაჭალჰესის ხიდიდან რუსთავის მიმართულებით კალაპოტის მიმდებარედ გადაადგილებისგან თავი შეიკავონ. დაგეგმილი სამუშაოები წყლის დონის ეტაპობრივ მატებას გამოიწვევს. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ინდოეთის ოკეანეში რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის კიდევ ერთი ტანკერი დააკავა. გემბაზზე საზღვაო ძალებმა დესანტი გადასხა და ოპერაცია წარმატებით დაასრულა. ვერონიკა მესამე პანამის დროშის ქვეშ ცურავდა. არსებული ინფორმაციით ის აქტიურად მონაწილეობდა რუსული, ირანული და ვენესუელური ნავთობის გადაზიდვაში.